Ძესუბზირი ზეთი 1 ლიტრიან ბოთლში დაფასებული ჩვენთან იყო 4 ლარი 50 თეთრი, ყველაზე იაფი საფრანგეთში Carrefour-ს ჰქონდა 1 ევრო და 75 ცენტი, რაც არის 5 ლარი და 50 თეთრი, ანუ ჩვენზე 1 ლარით უფრო ძვირი. ძალიან მაგარი არა კურსში ჩასვარ, როგორ დათვალა 1 ლარით უფრო ძვირია საფრანგეთშიო. აი, რო გიყვართ ხოლმე კურსზე, როგორც გაწყობთ, ისე რომ ამრავლებთ. ეხლა აგიხსნი როგორ ითვლება იქ საქართველოში საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასი არის 2270 ლარი. იმაზე რო აღარაფერი ვთქვა, ეს როგორ არის გადანაწილებული, რომ პარლამენტს 16000 ლარი აქვს ხელფასი და უბრალო მუშას კიდე 200 ლარი. გარდა ამისა, საფრანგეთში ხელფასი საშუალო არის 2700 ევრო. შესაბამისად, აი იცი როდის იქნებოდა ერთნაირი ფასი? საქართველოში ეგ ზეთი ლარნახევარი რო ღირდეს, 3-ჯერ ძვირი კი არა. შესაბამისად, თავისი ხელფასით ფრანგს მოუწევს 3-ჯერ მეტი ზეთის ყიდვა, ვიდრე ქართველს. ან ხელფასი უნდა იყოს საქართველოში 3-ჯერ ძვირი. ხვდები რეჟია განსხვავება, მაგრამ თქვენ ისე მიყავთ საქმე, მე მგონი მაგ კომისიით უფრო გაგვიძვირებენ ფასებს, გაიაფებას ვიღაჩივის. მაგრამ სანამ სუპი ხრებიებს აგოიმებთ, ხო? ესე ერთმანეთის მხარის აბმით, ხო? არაფერი არ გვეშველება.